ვისაუბრეთ რამდენჯერმე იმის შესახებ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით, რამდენად კეთილგანწყობილნი უნდა ვიყოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენგან განსხვავდება. განსაკუთრებით მინდა გაგახსენოთ ადამიანები, რომლებიც მზისშვილებად არიან მონათლულები, რომლებიც საოცრად მოსიყვარულეები არიან, კეთილგანწყობას გამოხატავენ ყველა ადამიანის მიმართ და ვფიქრობ იმსახურებენ იმას, რომ ჩვენც ასევე მოვექცეთ ამ ადამიანებს. მე მხედველობაში მაქვს დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე ბავშვები და ადამიანები, რომლებიც ამ დიაგნოზს მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებენ. ჩვენ გვისაუბრია აუტისტური სპექტრის შესახებ, როდესაც ადამიანები ემიჯნებიან სოციუმს, ანუ ისინი ესმით ჩვენი, მაგრამ არ გვისმენენ ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ სრულად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სოციალური აქტივობების მიმართ. ისინი არიან ჩვენს გვერდით, მაგრამ ჩვენგან შორს ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ აქვთ განსხვავებული სამყარო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავრიყოთ ისინი, ამიტომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე, სპეციალური საჭიროების მქონე პირებს განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება ჭირდებათ, მით უფრო, როდესაც ლაპარაკია სტომატოლოგიაზე. მე გამოვტოვე კადრები, როდესაც ახლა თქვენ ხედავთ, როგორ ხდება ჯაგრისით პირის ღრუს დამუშავება, კბილების ზედაპირის დამუშავება. ეს ერთი შეხედვით ძალიან მარტივია ყველა ჩვენთაგანისათვის, ყველა ადამიანისათვის, ვინც ამას ბავშვობიდან ეჩვევა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ეს სხვაგვარად უნდა ვასწავლოთ და სხვაგვარად მივაწოდოთ. მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ სტომატოლოგიურ მანიპულაციებზე, რომლითაც ჩვენც გვეშინია, როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ მოვამზადოთ ეს ადამიანები ასეთი ტიპის დახმარებისათვის, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ. პირველად ქართულ ტელესივრცეში ამ საკითხს ჩვენ ვცდილობთ ხაზი გავუსვათ და ამიტომ პროფესიონალები, ვინც მუშაობს ამ საკითხებზე, ისინი მოვიწვიოთ სტუმრად საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი სტომატოლოგი პროფესორი ქეთი გოგილაშვილი და ამავე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის მაგისტრი, სტომატოლოგი ბატონი ზურაბ ბალხანიშვილი. მობრძანებით. დილამშვიდობისა. ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, რამდენად ფაქის თემაზე უნდა ვისაუბროთ. ერთი შეხედვით სტომატოლოგიაზე, რომელიც ასევე იწვევს ხოლმე შიშნარევ დამოკიდებულებას საზოგადოებაში და მეორეს მხრივ ადამიანებზე, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა ჭირდებათ. თუმცა, ვიდრე უშუალოდ ამ თემაზე ვისაუბრებთ, ნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა კრისტი შანავამ მოამზადა. პირველად სტომატოლოგიური პრობლემა ირაკლის 5 წლის ასაკში შეექმნა. მაშინ დედას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი სტომატოლოგის კაბინეტამდე მieყვანა. ისე წამოვიდა ახალი კბილები, მუდმივი კბილი, რომ სარძევე კბილები ჯერ არ იყო მომძრალი. გამოვიდა, რომ ერთ ადგილას ჰქონდა 2 კბილი. რა ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო ამოღება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სხვა გართულებებთან ერთად სტომატოლოგიური პრობლემები ყველაზე ხშირად ექმნებათ. შესაბამისად, ირაკლიც პირველი არ იყო. მკურნალობის დაწყებამდე არაერთ კლინიკას მიაკითხეს, თუმცა საბოლოო არჩევანმა მაინც არ გაამართლა. საჭირო გახდა მისთვის 2 კბილი ნარკოზით ამოეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს არაფერი გაუგია, საპროცედუროდან გამოცვლის წუთიდან დღემდე ირაკლის დაუძლეველი სტრესი აქვს. ზოგადად ცხადია, რომ ბავშვებს აქვთ კბილის ექიმის შიში და მით უმეტეს, როდესაც ბავშვი განსაკუთრებული საჭიროების არის და მას კარგად ვერ უხსნი, რა შეიძლება ეხა მოხდეს, რატო უნდა გააღოს პირი, ეს უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თავისთავად ცხადია. 4 წლის შემდეგ ირაკლი ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. საჭირო კვლავ კბილის ექიმთან ვიზიტი გახდა. სტომატოლოგიური და ფსიქოლოგიური გართულებების მოსაგვარებლად ახალ კლინიკას მიაკითხეს. უკვე დაგვიგროვდა უამრავი კბილის ჯაგრისი, რომელიც აკაჩუქეს და იხეხავს კბილებს. კბილებს ისედაც იხეხავდა, მაგრამ ეხა უფრო დიდი ენთუზიაზმით იხეხავს. ნელ-ნელა ეხა ვართ იმ ეტაპზე, რომ შევაჩვიოთ სტომატოლოგიურ სავარძელში დაჯდომას.
აჩვენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს და უკვე ძალიან უხარია აქ მოსვლა და იმედი გვაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა ეს რეალურად დასჭირდება, დაჯდება და უმტკივნეულოდ ჩაიტარებს ამ პროცედურებს. თუ კბილს არ უხეხავდი, ან თვითონ არ იხეხავდა, ან ჯაგრისი და თუ აბაზანაში არ ვიყავით, აი ისე რომ მეთქვა, რომ პირი გააღე, შემახედე, ჩამახედე, ან თითი მომაკიდებინა, ეს იყო გამორიცხული. ეხლა უკვე როევნები კბილი გააღე, მაჩვენე ეხა უკვე ეს გადალახული აქვს, ესე ყოველ შემთხვევაში აღარ იფარებს პირზე ხელს, რაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მისთვის. აქაც პირველად რომ მოვიდა, არ გადიოდა იმ ოთახებში, სადაც სტომატოლოგიური სკამი იდგა, ეხაც ცოტა ისე დაეჭვებით მიდის იქითკენ, მაგრამ უკვე მიდის, აი უკვე უხარია აქ მოსვლა და ბევრად თავისუფლად გრძნობს თავს. უკვე 2 თვეა სტომატოლოგიური კლინიკის ხშირი სტუმარია. სტრესის მოსახსნელად და სიტუაციასთან შესაგუებლად კაბინეტს ყოველ შაბათს აკითხავს. კბილების მოვლას კი განსაკუთრებული მეთოდით, ფილმებით და მულტფილმებით სწავლობს. ასევე ირაკლის ყოველთვის თან დააქვს საყვარელი წიგნი, ტოპტიპი კბილებს არ იხეხავს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე სტომატოლოგია განსაკუთრებული ან სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის და ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სტომატოლოგი პროფესორი ქეთი გოგილაშვილი და ამავე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მედიცინის მაგისტრი ბატონი ზურაბ ალხანიშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ ძალიან კარგ თემაზე ვსაუბრობთ, მე ასე მგონია, რადგან ეს არის პრობლემა, რომელზედაც არასდროს უკანასკნელი წლების მანძილზე მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში დაიწყო საუბარი, ჩვენ არ გვისაუბრია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, როდესაც საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რატომ არის სტომატოლოგია ის სფერო, რომელიც მოითხოვს ადაპტაციას განსაკუთრებით სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. რა მოვლენაა ეს სტომატოლოგია იმ ჯგუფებისათვის, ვისაც ჩვენი არა მარტო სამედიცინო, არამედ ადამიანური მხარდაჭერაც სჭირდებათ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა დიდი მადლობა ასევე გითხრათ იმ მეტად აქტუალური, მეტად პრობლემური საკითხის წამოწევისთვის, რაც ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აწუხებს. და ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები ან რომელიმე სახის ქრონიკული დაავადება აქვს, ძალიან სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში სტომატოლოგიური მომსახურებით ვერ სარგებლობს. ისინი სტომატოლოგთან ვიზიტის დროს აწყდებიან სხვადასხვა სახის ფიზიკურ, სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ პრობლემას და ეს რა თქმა უნდა ჩვენი როგორც სტომატოლოგების მომსახურება საკმაოდ ზღუდავს. არის ძალიან ბევრი პრობლემა, იმით რომ დღევანდელ დღეს მაგალითად ჩატარებული იქნა საქართველოში პილოტური კვლევები. და იცით ამ კვლევებმა რა აჩვენა, რომ სტომატოლოგთა ძალიან დიდი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიღებაზე საერთოდ უარს აცხადებს. არადა სამედიცინო მომსახურების, სწორედ მომსახურებებს შორის სტომატოლოგია ეს ის მომსახურება, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის ამ პირებისთვის. სიუჟეტის მიხედვით, პაციენტი, ჩვენი პაციენტი, ეს არის ირაკლი, როგორც მას ვეძახით, აკლი, უსაყვარლესი და უთბილესი ბავშვი, რომელსაც ჩვენი სტომატოლოგების დახმარება ნამდვილად სჭირდება. დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სიმპტომებთან ერთად ძალიან გამოხატული სტომატოლოგიური სტატუსი არსებობს. ძალიან ბევრი კლინიკური ნიშანი არის, რომელიც დაკავშირებული არის არა მხოლოდ კბილებთან, არამედ ღრძილებთან და საერთოდ პირის ღრუსთან. ანუ მე უნდა დაგისვათ კითხვა, რა კითხვენეს ახსენეთ, არსებობს განსხვავება, თავისებურება დიაგნოზიდან გამომდინარე ან დიაგნოზთან ასოცირებული, რომელიც არ გვხვდება სხვა ბავშვებში. რა თქმა უნდა, კლინიკური ნიშნები ძალიან თავისებური კლინიკური ნიშნები ახასიათებს დაუნის სინდრომის მქონე პირებს. ეს სიმპტომები არის შემდეგი კლინიკური ნიშნებია, რომ არის პირველ რიგში დაგვიანებული ამოჭრა, როგორც სარძევე, ანუ დროებითი კბილების, ასევე მუდმივი კბილების და ამიტომ პირის ღრუში ხვდებით ხოლმე ორივე კბილების თანაარსებობას, ასე ვთქვათ. ანუ არის როგორც სარძევე, ასევე დროებითი თანკბილვა, ასევე არის მუდმივი
თანგბელვად. ამიტომ ბევრი კბილები არის პირისყრუში. გარდა ამისა, თვითონ ახასიათებს კბილებს თავისებური ფორმა. მიკროდონტია, ანუ კბილები მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბებული და ფორმირებული არის ფესვების არხები, მცირე ზომის გვირგვინი არის. შესაძლებელია ეს გვირგვინები იყოს კონუსური ფორმის. ასევე გართულებული არტიკულაცია, იმიტომ რომ წინა კბილების არ ქონის შემთხვევაში. ამიტომ არტიკულაცია, ანუ გართულებული არის მეტყველება. არსებობს არაკარიესული წარმოშობის დეფექტები, რომლებიც ასეთ სიტუაციაში ვითარდება. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰიპოპლაზია, ანუ კბილის მაგარი ქსოვილების არასრულფასოვანი განვითარება. ეს არის შეუქცევადი და პროცესი, და ეს დეფექტები მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებობს კბილის ქსოვილზე. გარდა კბილის მაგარი ქსოვილებისა, დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ პრობლემები ღრძილების. ძალიან დიდ პროცენტს ამ შემთხვევაში აღენიშნება გინგივიტი, ანუ ღრძილების ანთება და 90% ასეთი პაციენტებისა კბილებს სწორედ ღრძილების დაავადების ეგრეთ წოდებული პაროდონტიტის აგრესიული ფორმის გამო კარგავს. ეს არის ფორმა, რომელიც უშუალოდ დამახასიათებელი არის ამ პაციენტების და ნახეთ რამ ხელამაჩვენებელი არის 90%. ასეთი პაციენტებისთვის დამახასიათებელი არის ასევე ნაოჭიანი ენა, ანუ დაღარული ენა. ეს ძალიან ისეთი დამახასიათებელი კლინიკური ნიშანი არის დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის. ეს დეფექტები არსებობს როგორც ენის ზურგზე, ასევე ენის გვერდით ზედაპირზე. მათ აღინიშნებათ უფრო გადიდებული ენა, მაგრამ ეს გადიდებული ენაც არის პირობით იცნება. იმიტომ რომ ფაქტიურად ენა დიდი არ არის. უბრალოდ ზედაყბა არის ჩამოუყალიბებელი, ვესმაგვარი სასა არის. ჩამოუყალიბებელი არის რბილი სასა, მაგარი სასა არის უბრალოდ ვესმაგვარი და აქედან გამომდინარე ჩამოუყალიბებელი ზედაყბის ფონზე ენა არის უბრალოდ დიდი. ანუ პროპორციაა დარღვეული. პროპორცია არის დარღვეული, თორე ისე ნორმაში არის მისი ზომა და ეს დაღარული ენა, ანუ იმ დეფექტების, იმ ღარების არსებობა ენაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ მაშინ საჭმლის ნაწილაკები შეიძლება მოთავსდეს, მიკროორგანიზმები გამრავლდეს და ეგრეთ წოდებული კანდიდოზური გლუსიტი, ანუ სოკოს დაავადება ენის ანთება გამოწვეული კანდიდატი. ასეთი პაციენტები ასეთი პაციენტები ვარაუდობთ, რომ განსაკუთრებულ ჰიგიენას მოითხოვენ, რომ აღარაფერი თქვა სტომატოლოგიურ манипуляციებზე, მაგრამ მოდით ჰიგიენის შესახებ და აი ამ წესების შესახებ ხანმოკლე რეკლამის შემდეგ უთხრათ ჩვენს მაყურებელს. დავბრუნდით ეთერში და როგორც უკვე გახსოვთ, ჩვენ საუბრობდით განსაკუთრებული საჭიროების, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის სტომატოლოგიური манипуляციების შესახებ. თუმცა უნდა გკითხოთ ბატონ ზურაბ, როდესაც ჩვენ ვახსენეთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები, ხაზი გაუსვით, რომ ხშირად მთავარი გადაულახავი პრობლემა რჩება მათი ასოციალური დამოკიდებულება, ანუ როდესაც ისინი გვემიჯნებიან და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის უფლება საკუთარ თავს, რომ ისინი დავტოვოთ სათანადო მომსახურების გარეშე. აი ამ შემთხვევაში სტომატოლოგი როგორ ახერხებს, რომ ეს პრობლემა გადაჭრას და რა თავისებურებები არსებობს? აუტიზმთან დაკავშირებით, ანუ სტომატოლოგიაში წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო, იმიტომ რომ ვერ ახერხებდნენ სტომატოლოგები, მათთვის გაეწიათ მომსახურება ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა კომუნიკაციის დამყარება ამ ადამიანებთან. თორემ ისე ანუ კლინიკური თვალსაზრისით განსაკუთრებული არაფერი გვხდება. ნუ ერთი რაც შეიძლება აღინიშნოს, ეს არის უფრო პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების გავრცელება, რომელიც ისევ და ისევ დაკავშირებულია იმასთან, რომ სტომატოლოგები ვერ გასცემენ სწორ რეკომენდაციებს, ვერ ასწავლიან მშობლებს თუ მშობლებმა როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს კბილები სწორად გამოხერხო. და შემდეგ აქედან იწყება ხოლმე უკვე სტომატოლოგიური პრობლემები. და ნუ ეს პრობლემა მარტო რა თქმა უნდა ჩვენთან არ დგას. ეს პრობლემა არის მთელ მსოფლიოში და ეს მოდის უფრო განათლების სისტემიდან, იმიტომ რომ იქიდან არ იწყება ანუ სტომატოლოგიური განათლება დიპლომამდე და დიპლომის შემდგომიც როგორც წესი არ მოიცავს სასწავლო მოდულებს, რომელიც გათვლილია განვითარების დარღვევებზე და ასე შემდეგ. ბატონ ზურაბ, რაში ხედავს თანამედროვე მედიცინა ამ პრობლემის გადაჭრის გზას? ანუ როგორი არის მიდგომა? მაშინ სად არის ეს ოქროს გასახები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია აუტისტური სპექტრის მქონე იგივე ბავშვს მივაწოდოთ სტომატოლოგიური манипуляციის აუცილებლობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კონკრეტული манипуляცია ისე ჩავატაროთ, რომ არც ბავშვი დაზარალდეს, რა თქმა უნდა მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და საბოლოო ჯამში მას გაუჩნდეს სურვილი, რომ შემდეგში კიდევ მოვიდეს
ასეთი მანიპულაცია. ამის არსებობს, დღესდღეობით უკვე არსებობს ეს სტრატეგიები, ეს არის ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები, რომლითაც სარგებლობთ ჩვენ სტომატოლოგებიც. ანუ თქვენ უშუალოდ ამყარებთ ბავშვთან კომუნიკაციას. კი, რა თქმა უნდა. უფრო სწორად, მაგათი ჩვენს, გეგმავთ ხოლმე ამ ყველაფერს, სადაც არის ჩართული, რა თქმა უნდა, მშობელი, აღზრდელი იქნება, ფსიქოლოგი და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიყენებთ ხოლმე განრიგის ვიზუალურ ცხრილს, სადაც სურათების საშუალებით ვეკონტაქტებით ამ ადამიანებს, უგეგმარებთ ამ დღის განრიგს და მათ შორის სტომატოლოგიური მანიპულაციასაც. აი, სტომატოლოგიურ კაბინეტში რომ შემოდის, იქიდან რას ვაკეთებთ, რას ემსახურება და ასე შემდეგ. და მივმართავთ ხოლმე ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპებსაც, რომ აი რას თქვენ ბრძანეთ, რომ შემდეგ კიდევ მოვიდეს და ის კმაყოფილი იყოს ასე შემდეგ, რომ რაღაც განმტკიცებლები შემოვიტანოთ და ასე დავიყოლიოთ ის პაციენტი, რომ წამოვიდეს ჩვენთან ურთიერთობაზე. კი, იქ საჩუქრები იქნება და სხვადასხვა რაღაც, ანუ ასეთ შემთხვევაში მშობელის თანამზრახველია თქვენი. აუცილებლად. მშობლის ჩართულობის გარეშე არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ის განსხვავებები, ხო, აუტიზმის სპექტრული აშლილობა და ეს სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი. ასე რომ მარტო ჩვენ სტომატოლოგები ვერ გავაკეთებთ ამ ყველაფერს. აქ აუცილებლად უნდა იყოს მშობლის ჩართულობა და ხშირად სხვა სპეციალისტებსაც მივმართავთ ხოლმე, დაგვეხმარონ და დაგვიგეგმარონ აი ეს კომუნიკაცია ბავშვებთან. და ერთხელ როცა დაიწყება, შემდეგ უკვე როგორც წესი კარგად მიდის ხოლმე და ამ მეთოდს მივმართავთ სოფლიოში უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა და ძალიან ბევრი კლინიკა. და მიხარია რომ ჩვენც ქართველი ექიმებიც გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში ქართველი სტომატოლოგები გამოიყენებთ ამ ბავშვების ასიკეთოთ ამ მეთოდს. ჩვენ სულ 3-4 წუთი გრჩება საუბრის დასრულებამდე და მინდა დავუბრუნდე ჰიგიენის საკითხს, იმიტომ რომ თუ ჩვენ ლაპარაკობთ როგორ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების გამოყენება, პირისღრუს ჰიგიენა, როგორც ანბანი შევასწავლოთ სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე, როგორ იდგამს ბავშვი ფეხს, მასთან ერთად ჩვენ უნდა გავიაროთ ჯაგრისის ხელში დაჭერის, გამოწმენდის, პირისღრუს გამორეცხვის სხვადასხვა ეტაპები, მაგრამ განსაკუთრებული მზრუნველობა ალბათ გმართებს და მონდომება მაშინ, როდესაც ბავშვი არის სპეციალური საჭიროების მქონე. აი ასეთ დროს რა უნდა იცოდეს მშობელმა, ოჯახის წევრმა და რა შეიძლება იყოს სპეციფიკური ამ შემთხვევაში დამახასიათებელი ამ ჯგუფისათვის. დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით გეკითხებით, ხო? დაუნის სინდრომის მქონე პაციენტების მიღების დროს ურთიერთობის ფორმა უნდა იყოს, კომუნიკაციის ფორმა ურთიერთობის დროს უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული. მანამ ჯერთი ასეთი პაციენტების მიღება აუცილებლად ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ უნდა მივიღოთ დილას, იმაში, როდესაც დილის საათებში ექიმიც და პაციენტიც არის აუცილებლად დასვენებულ, მოსვენებულ მდგომარეობაში. მანამ სანამ ჩვენ ამ პაციენტს მივიღებთ, პირველად უნდა იყოს აუცილებლად გაცნობითი ხასიათის მათთან ურთიერთობა, მაგრამ მანამდე სანამ პაციენტი მოვა, მშობელთან, ოჯახის წევრთან, ან თუნდაც მომვლელისგან უნდა ქონდეს ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ, რომელიც თქვა უფრო სწორედ რომ ვთქვა, სამედიცინო ბარათი უნდა ვიცოდეთ ამ პაციენტის, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად კონსულტაციის გავლა გვჭირდება იმ ექიმთან, მის მკურნალ ექიმთან, იმიტომ რომ შესაძლებელი არის ჩვენი, როდესაც სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარებას დავიწყებთ, შესაძლებელია მაგალითად პროფილაქტიკა აუცილებელი იყოს იმისათვის, რომ ბაქტერიული ენდოკარდიტი არ გამითარდეს და შეიძლება თქვა ანტიბიოტიკები ჩარევა დაგვჭირდეს, იმიტომ რომ ასეთ პაციენტებს ხშირად თანდაყოლილი გულის დაავადებები აქვს. ხარა შეეხება სახლში დედამ რა, აი როგორ უნდა ასწავლოს და თვითონ როგორ უნდა გაკეთდეს ეს მანიპულაცია. ჯერ დედა უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმირებული, ამიტომ განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ასეთი პაციენტებისთვის განსაკუთრებულად თქვა აქცენტები ჯაგრისებზე ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ უფრო შეზღუდული არასწორად ხდება თქვა აი ეს ჰიგიენური ნორმების დაცვა, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ჯაგრისების დაზიანება, რომელიც ისედაც დაზიანებულ ლორწოვან გარსა და ღრძილებზე, მაგრამ უფრო თქვათ ცუდად მოქმედებს და შემდეგ იწევს სისხლდენებს და ასე შემდეგ სხვა გართულებებს. როდესაც მე ვახსენე ნაუჭიანი ენა, ანუ დაღარული ენა და საშიშროება კანდიდოზური გლოსიტის, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ენის წმენდას უნდა მიექცეს და აუცილებელი არის თქვათ ასე ვთქვათ, სპეციალური ენის საწმენდების გამოყენება, ასევე ფლოსების გამოყენება და საერთოდ სტომატოლოგიური ასე ვთქვათ, პროგრამები უნდა განხორციელდეს და ეს პროგრამები უნდა მოიცავდეს აუცილებლად 3-4 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტს, დიეტის შერჩევას და მათზე კონტროლს და კარგი, ანუ დამაკმაყოფილებელი პირისღრუს შემთხვევაში აუცილებელი არის წახალისება ასეთი პაციენტების. ასევე ფტორის შემცველი პრეპარატების გამოყენება და ქლორჰექსიდინის 0.12%-იანი ქლორჰექსიდინის ირიგაციები პირდაპირ პროტოკოლში წერია.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მე სიმართლე გითხრათ, ბევრი კითხვა მქონდა, განსაკუთრებით უნარშეზღუდული ადამიანების იმ კატეგორიისთვის, ვისაც არ აქვს მენტალური პრობლემები, არ აქვს კოგნიტიური პრობლემები, მაგრამ აქვს ტრანსპორტირების პრობლემები. ასეთ შემთხვევაში როგორია სტომატოლოგია, მაგრამ მე იმეც ვიტოვებ, რომ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. მაყურებელს შევახსენებ დღეს ჩვენს